სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დაზარალებულების მონაწილეობით ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 21 ივნისის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას შესაძლებლობას მისცემს სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. თემის დეტალებით თათია ტაბეშაძე გვერდდება. თათია, როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები? 2019 წლის 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტს საქართველოს პროკურატურა უკვე მესამედ ატარებს. ადგილზე პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე ამჯერად იმყოფებოდა გიორგი ჭუმბურიძე, რომელიც არის მედია საშუალება რადიო თავისუფლების ოპერატორი და რომელიც მაშინ რეზინის ტყვით დაშავდა, შესაბამისად აქვს მას დაზარალებული სტატუსი. ადგილზე ბუნებრივია იმყოფებოდა პროკურორი და გამომძიებლები, რომლებმაც გარდა იმისა, რომ დაზარალებული გამოკითხეს, ასევე დაადგინეს ტრაექტორია სპეციალური საშუალებების გამოყენებისა. აი ამ ექსპერიმენტმა საერთო ჯამში უნდა უზრუნველყოს 6 წლის წინანდელი სურათის აღდგენა, რამაც შესაძლებლობა უნდა მისცეს შემდგომში უკვე საქართველოს პროკურატურას დაადგინოს და დადოს დასკვნა, რამდენად სწორად იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური ღონისძიება დაგეგმილი, რა დროსაც აქვე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ მინისტრი იყო გიორგი ხარია და ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას. დამეტებითი გამოძიება აი ამ საკითხთან დაკავშირებით 6 წლის წინანდელ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას დაავალა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელსაც აქვს კითხვები ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის არის დაზარალებულების მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რათა დადგინდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების დაგეგმვისას მიმდინარე პროცესები როგორ მიმდინარეობდა, ხომ არ ქონია ადგილი რაიმე კანონდარღვევას, შესაბამისად გამოძიება ამ კუთხით აქტიურად მუშაობს, არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული და დღესაც როგორც წინა დღეებში თქვენი ხილეთ სრულდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი რეკომენდაციები და დაზარალებულის მონაწილეობით ტარდება კონკრეტულად დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რათა შეძლებისდაგვარად სრულად იქნეს აღდგენილი სურათი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მოცემულ დღეს. Თქვენი მონაწილეობის მიზანი ამ საგამოძიებო მოქმედებაში არის ის, რომ შემდგომში სახელმწიფოს არ მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ თითქოს დაზარალებულები არ იღებენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებაში და ამის გამო არის გამოძიება არაეფექტური. რეალურად ჩვენი ორგანიზაცია არაერთი პირის უფლებებს იცავდა სტრასბურგში და როგორც იცით, სტრასბურგმა დაადგინა არაერთი უფლების დარღვევა აღნიშნულ საქმეზე, მათ შორის გამოძიების ეფექტურობის ნაწილში. არ არის დადგენილი იმ პირების ვინაობა, ვინც რეალურად მოახდინეს აქციის მონაწილეების დაზიანება, არ არის ის ადამიანები დადგენილი, ვინც აღნიშნული ბრძანება გასცეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელია აღნიშნულ საქმეზე. 20 ივნისის ღამეს აქტივისტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება და ზოგადად აქციის დაშლა მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და დაცვის არგუმენტით და ამ ნაწილში სადავოდ არაფერი მიუჩნევია სტრასბურგის სასამართლოს და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ როგორც ამას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის დროს მსგავსი ღონისძიებები არის მიზანშეწონილი, თუმცა სტრასბურგს აქვს კითხვის ნიშნები, როგორც ვთქვი, პროპორციულობასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძლებოდა მიღებული ზიანის მინიმიზაცია. მე აქვე გეტყვით, რომ 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა 20 ივნისის ღამეს. დღეს იუსტიციის სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რას გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, ასეთ რომ სახელმწიფოს შეუძლია ძალის გამოყენება, სპეციალური საშუალებების გამოყენება, რაც შეეხება პროპორციულობის ნაწილს, გამოყენებული ძალის პროპორციულობას, აი ამ მიმართულებით იყო მთავარი მითითებები და შენიშვნები გაკეთებული ევროპული სასამართლოს მიერ. პირდაპირ არის ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, რომ გამოძიებამ ეროვნულ დონეზე უნდა სრულყოფილად შეისწავლოს ეს საქმე და გაანალიზოს ამ ოპერაციის დაწყების მომენტიდან,
რამდენად შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების ისე დაგეგმა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ გამხდარიყო საჭირო ამ ფორმით სპეციალური საშუალებების გამოყენება. განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინელ ხელმძღვანელებზე, ანუ ადამიანებზე, რომლებსაც ევალებოდათ აი ამ სპეციალური ღონისძიების დაგეგმა და განხორციელება და ევროპული სასამართლო მიუთითებს და კითხვას სვავს ფაქტობრივად და გამოძიების უკვე ეს გამოძიების შესწავლის საგანია, რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მაქსიმალურად შემცირება მინიმუმამდე დაყვანა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაზარალებულთა საჩივრის საფუძველზე, როგორც უკვე გითხარით, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა 2019 წლის 20 ივნისს. დღეს ასევე აქ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში 5 საათზე მოვა მაკო გომური, რომელმაც 6 წლის წინ რუსთაველის გამზირზე თვალი დაკარგა. მადლობა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში თათია ტაბეშაძე საუბრობდა.